გოგონებო საღამო მშვიდობისაბა როგორ ხართ გოგონებო მოდი ასეთი გაშლა გავაკეთოთ როგორი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანი სიგნიფიკატორი ვნახოთ როგორი ადამიანი იქნება გავაკეთოთ გაშლა ოქროსფერ ლერნორ მანზე იყოს ერთი ვარიანტი გოგონებო ერთი ვარიანტი ჩაიფიქრეთ ერთ ვარიანტზე გოგონებო აბა დავიწყოთ სიგნიფიკატორი ეს ადამიანი იქნება ავტორიტეტული ადამიანი, ანუ თავისი სათქმელი რომ ეთქმის ისეთი, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებში, თუნდაც იქნება ასევე ეკონომიურად ძლიერი, ასეთი ადამიანი ამოგევიდათ. აბა როგორი იქნება პერსპექტივა? ძალიან ბევრი საუბარი გექნება თან ადამიანთან და იქნება საფუძვლიანი საუბარი, თუმცა რაღაცა პატარა კონფლიქტიც ჩანს. ესე იგი იქნება შეხვედრა, შესაძლებელია გაჩუქოთ რაღაცა საჩუქარი და ან მიგიყვანოთ ოჯახში შემდეგ აი ასე განვითარდეს სიტუაცია. კიდევ აქ რაღაცა ექნება ბარიერი ქალთან დაკავშირებით. კიდევ აქ შესაძლებელია თქვენ იყოთ მეორე ქალი მის ცხოვრებაში და ამას თქვენ გაიგებთ. კიდევ აქ ადამიანი გთვლით ძალიან კარგ ქალბატონად, ძალიან რესურსულ, ძალიან კარგ ჩამოყალიბებულ ადამიანად გთვლით და რაღაცნაირად უნდა რომ გამოანათოს თვითონაც და თავისი სათქმელი თქვას თქვენ ცხოვრებაში. კიდევ როგორი ადამიანი იქნება? შესაძლებელია ეს იყოს საზღვარგარეთიდან მოსული ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ. კიდევ ეს ურთიერთობა შესაძლებელია იყოს სატელეფონო საუბრით, ან სატელეფონო ტელეფონით მოხდეს გაცნობა ამ ადამიანის, ამას გვიჩვენებს. კიდევ როგორი ადამიანი იქნება? კი ბატონო, მოხდება რაღაც სიტუაციის გახსნა, რომელიც იყო პრობლემური და კარგად დააკვირდით ამ ადამიანთან. როგორი იქნება? ანუ იზრუნებს თქვენზე ეს ადამიანი, როგორც გითხარით, ასევე ჩანს ძალიან ავტორიტეტული, ასევე შესაძლებელია კონდეს მისი ბიზნეს საქმიანობა, ასეთი ადამიანი ჩანს. კიდევ როგორი ადამიანი იქნება? აქ შესაძლებელია ამ ადამიანს კონდეს ორი შანსი, ვისაც გაიცნობთ და ეს მას ძალიან როგორ გითხრათ, ტვირთივით კონდეს აკიდებული ეს ურთიერთობა და ამიტომ ან მოკლევადიანი პერსპექტივაში არ იქნება ეს ძალიან გრძელვადიანი ურთიერთობა გოგოებო ამის გამო, რადგან აქ მეორე შანსიც აქვს ამას, ან კიდევ შესაძლებელია ყავდეს სხვა პიროვნება. კიდევ რა იქნება აბა? თქვენ მის სტაბილურობაზე გაიგებთ, რომელიც იქნება დაფარული, ამის გარკვევა მოხდება. კიდევ რა იქნება გოგოებო? და მოხდება აქ შესაძლებელია მან გითხრათ ლამაზი სიტყვები, დაგპატიშოთ სადღაც რესტორანში, გაჩუქოთ რაღაცა, მაგრამ თქვენ გაიგებთ მასზე სიმართლეს და აქ მოხდება ურთიერთობის დასასრული სამწუხაროდ. კიდევ
დიახ, მასზე გაიგებთ თქვენ ყოველს. შესაძლებელია იყოს დაქორწინებული და ამას გაიგებთ. დიახ, აქ გექნებათ ღრმა საუბრები, რომელიც თქვენ კი ველაპარაკებით ღრმად, მაგრამ მაგ გესაუბრებათ ზედაპირულად, იქნება ილუზიებში და მისი ნათქვამი არ იქნება მართალი. ბოლოს ამოგივიდათ, გოგონებო, მეგობარი და ესე იგი ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან მეგობრული და სანდო, ასევე რომელსაც ძალიან მთელი გულით ეყვარებით და ასევე მეგობარიც იქნება თქვენი. მოკლედ ეს პირველი ადამიანი არის ასეთი და ბოლოს ამოგივიდათ ეს. შესაძლებელია შემდგომ ეტაპზე გელოდებოდეთ ესეთი კარგი ადამიანი. წარმატებებს გისურვებთ, გოგონებო, ყურადღებით იყავით და დააკვირდით, როგორ ადამიანს შეხვდებით. თავიდანვე ნახავთ, რამდენად იქნება მარტყუარა და რამდენად იქნება მართალი, გოგონებო. თუ რეზონირდება ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ და აბა დროებით, გოგონებო, დიდ მადლობას გიხდით უკავშირისთვის.